ჩვენი ჟურნალისტი ნინო გელაშვილი თავისუფლების მოედანზე იმყოფება, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიწვრილი ღონისძიება გაიმართება. წელსაც ტრადიციულად თავისუფლების მოედანსა და მთელს ქვეყანაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ისტორიულ ადგილებზე სამხედრო მომსახურების ფიცის დადების ცერემონია გაიმართება. უფრო მეც უკვე ნინოსგან შევიტყობთ. ნინო, დილამშვიდობისა. გილოცავ დამოუკიდებლობის დღეს, ნინო. ელენე, დილამშვიდობისა. 108 წელი ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ელენე, დილამშვიდობისა, მეც გილოცავ დამოუკიდებლობის დღეს და მიულოცავ ჩვენს მაყურებელს. 108 წელი ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებიდან და 1700 წელი გაქრისტიანებიდან. წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე განსხვავებული სიხარულითა და ბევრად უფრო ფართო მასშტაბით აღინიშნება. როგორც შენ ახსენე, მე ახლა დედაქალაქის მთავარ გამზირზე ვიმყოფები, სადაც სულ ცოტა ხანში საზეიმო ცერემონია დაიწყება. ტრადიციულად ცერემონიის განსაკუთრებულ ნაწილს წარმოადგენს ახალწეულების მიერ ფიცის დადება. სულ მალე ამ მოედანზე 600-მდე ახალწეული, უბრალოდ საქართველოს მასშტაბით 600-მდე ახალწეული დადებს ფიცს ღვთისა და ერის წინაშე. ამავდროულად ფიცის დადების ცერემონია სხვადასხვა ისტორიულ ადგილასაც გაიმართება, მათ შორის უშგულში, სვეტიცხოველში, ბოლნისის სიონზე და ასე შემდეგ. ჩემთან ერთად ახლა არის მასტერ სერჟანტი გიორგი კილასონია და იგი უფრო მეც გვეტყვის ამ ღონისძიების მიმდინარეობის შესახებ. პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დღე. მე როგორც აღვნიშნე, ყველა ქართველისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი დღევანდელი დღე, თუმცა თქვენთვის ალბათ კიდევ უფრო ემოციური და განსაკუთრებულია, რადგან ჩვენს ქვეყანას ერთგულად ემსახურებით. რა მნიშვნელობის მატარებელია 26 მაისი? პირველ რიგში მოგესალმებით თქვენ და თქვენს მაყურებელს, ასევე გილოცავთ 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ეს არის ჩვენი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი საამაყო და ეროვნული ერთიანობის დღესასწაული. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ვუსურვო თქვენს ტელემაყურებელს და სრულიად საქართველოს ეცხოვროთ მშვიდობიან, ერთიან, ღირსეულ და თავისუფალ საქართველოში. მე როგორც აღვნიშნე, ტრადიციულად ახალწეულების ფიცის დადება არის განსაკუთრებული ნაწილი დღევანდელი დღეს და ამავდროულად დამთვალიერებლისთვის არის ხოლმე ძალიან საინტერესო თქვენი თავდაცვის ძალების შეიარაღებისა და ტექნიკის დათვალიერება და რომ გითხრათ, რას ნახავს აქ მოსული დამთვალიერებელი და როგორი იქნება ღონისძიების მიმდინარეობა. რაც შეეხება დღეს 26 მაისს თავისუფლების მოედანზე ძირითადი ღონისძიებაში წარმოდგენილი იქნება თავდაცვის ძალები და თავდაცვის ძალები ამ ღონისძიებაში წარმოდგენილია როგორც პირადი შემადგენლობით, საბრძოლო ტექნიკით, ასევე საჰაერო ელემენტით. რაც ასევე გამოსარჩევი არის, მნიშვნელოვანი კომპონენტს წარმოადგენს წვევამდელთა მიერ ფიცის დადების ცერემონია, რომელიც დაიდება აქ თავისუფლების მოედანზე და დამატებით პლუს 12 სხვადასხვა ისტორიულად სიმბოლურ ადგილმდებარეობაზე. როგორც თქვენ უკვე ახსენეთ, წვევამდელები 600-მდე წვევამდელი დადებს დღეს ფიცს და ფიცის დადების ცერემონიის შემდგომ შეუერთდებიან თავიანთ ქვედანაყოფებს, სადაც ეროვნულ სამხედრო სამსახურს გაევლიან მხოლოდ თავდაცვის ძალების შემადგენლობაში. რაც შეეხება ცერემონიის დასრულების შემდგომ, საქართველოს მოსახლეობას როგორც თბილისში, ასევე 20 სხვადასხვა ლოკაციაზე, ქალაქებში, როგორც არის ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი და ასე შემდეგ, შეიძლება ძირითად მოედანებზე იხილონ თავდაცვის ძალების პირადი შეიარაღება, ინდივიდუალური შეიარაღება, ეროვნული წარმოების, ასევე საბრძოლო ტექნიკა. შეიძლება ახლოს მისვლა, დათვალიერება, ხელით შეხება და ასევე ჯარისკაცებთან პირადად გასაუბრება. ძალიან დიდი მადლობა. გილოცავთ კიდევ ერთხელ. ჩვენს მაყურებელსაც კიდევ ერთხელ მიულოცავ დამოუკიდებლობის დღეს. აქვე გეტყვით იმას, რომ დღეს ღონისძიება დაიწყება 11 საათზე და რა თქმა უნდა მას დაესწრება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე. საზეიმო ცერემონიაზე ასევე მობრძანდებიან სხვა სასულიერო პირებიც. აქვე იმას გეტყვით, რომ ჩვენი ქვეყნის მასშტაბით 20-მდე ქალაქში არის საზეიმო ცერემონია დაგეგმილი და მისი მიზანი არის, რომ ამ დღის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაესვას ხაზი. ნინო, დიდი მადლობა ჩართვისთვის. გილოცავთ კიდევ ერთხელ დამოუკიდებლობის დღეს.